ახლა გადაცემაში ჩაგვერთვება სტუმარი საბერძნეთიდან მარინა სამსონიძე, რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფს ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს. უკვე წლებია ეხმარება ემიგრანტებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მათ შორის ბორჯომელებს. ბორჯომში დღის ცენტრ თებესაც სწორედ ამ ემიგრანტების ჯგუფი დაეხმარა. როგორ დაფუძნდა ჯგუფი ათენში, რა იყო მისი მიზანი და როგორ აორგანიზებენ ემიგრანტების საქველმოქმედო აქციას. ამ თემაზე ახლა უფრო ვრცლად ჯგუფის ხელმძღვანელი მარინა სამსონიძე ისაუბრებს. მოგესალმებით, მადლობაც გიხდით გადაცემაში ჩართვისთვის. პირველ რიგში რომ გითხრათ, საიდან გაჩნდა ბორჯომში თებეს დახმარების იდეა და რა გააკეთეთ ემიგრანტებმა მათ დასახმარებლად? მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. 13 წელი მე საქართველოში არ ყოფილვარ და ჩემი 13 წლიანი ემიგრანტობის პერიოდში მქონდა სურვილი, რომ საქართველოში გავეკეთებინა რომელიღაცა ორგანიზაციას დავხმარებოდით და ამის შესახებ თბილისში მცხეთაში მოვიძიეთ დღის ცენტრის შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომელსაც დავეხმარეთ 1000 ლარი. მისი ორგანიზებაში დაგვეხმარა ლიკა გამრეკელი, მადლობა მას ლიკას. და როდესაც ბორჯომში ჩამოვედი მე მქონდა საუბარი, მიწეული ვიყავი ბორჯომში ერთ-ერთ ოჯახში, მეხეშვილების ოჯახში და იქ მქონდა საუბარი, თუ როგორი კარგი ბავშვები იყვენით, თუ როგორ შეხვდნენ, როგორ გახარებული დავბრუნდი მე და გაჩნდა იდეა იქიდან, რომ მისმა ძალმა ირინამ მომაწოდა იდეა, რომ ბორჯომშიც იყო ესეთი ბავშვები, შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომელიც მე არ ვიცოდი, არ მქონდა იდეა და ამის შესახებ მე დავფიქრდი მე და აქედან წამოვიდა ეს იდეა, თუ მე როგორ დავხმარებოდი ბორჯომში ბავშვებს. დავესაუბრე მე თებეს ცენტრის ადმინისტრაციას. ამის შემდეგ მე როდესაც დავბრუნდი ათენში, მქონდა პირადი ჩართვა ჯგუფთან, ყოველთვის როდესაც ხელმოქმედებას ვაკეთე, მე პირდაპირ ჩართვით შემოვდივარ ჩემ ჯგუფთან, ჩემს ემიგრანტებთან და მათთან ერთად კავშირით და მათი თანხმობით გავაკეთეთ აი ეს ხელმოქმედება. მათ ჩემმა ჯგუფმა, მადლობა ჩემს ჯგუფს, ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს, შეაგროვეს ამანათები, შეგროვდა ამანათები, მეორადი ტასაცმელი და 1000 ლარი და ეს 1000 ლარი და მეორადი ტასაცმელი გავუკეთეთ მე ხელმოქმედება თებეს ბავშვებს, შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. მადლობა ამისთვის ჯგუფს და მადლობა ამისთვის აქტიურობისთვის კიდევ ცენტრს და მთლიანად ბორჯომს. ბორჯომში დაახლოებით რამდენ ადამიანს ოჯახს დაეხმარეთ და რა სახის დახმარება გაუწიეთ? თითქმის 4 წელია ჩემი ჯგუფი რაც შექმნილია და ყოველთვის მე ვაკვირდები ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩემს რეგიონს და მაქვს ხოლმე სურვილი, რომ დავეხმარო მათ. 6 ხელმოქმედება გაკეთებული, რაც მახსოვს მე და მოგახსენებთ ამას, თუ რა ხელმოქმედება იყო. მათ შორის უფრო მეტი არის მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახები. ესენია ბორჯომში დავეხმარეთ მრავალშვილიან ოჯახს, ნათია სოროკინას. გადავეცით 1500 ლარი და ამანათები. დათუნა და ანა არუთიანები მრავალშვილიანი ოჯახები, 300 ლარი და ამანათები. ასევე ჰქონდა დახმარება ნათელა და ია იწურაძეებთან, ნათია კამკამიძესთან ჰქონდა ასევე, რომელიც ჯანმრთელობის გამო იწვა საავადმყოფოში, 1900 ლარი დავეხმარეთ ამას. კახა შამელი, მე მგონი თემა ბორჯომა იცით ეს ბიჭი იცოდით. მასაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დავეხმარეთ 1500 ლარი ბორჯომში. ასევე გვხვდება დახმარება სხვადასხვა რეგიონებში, ვაკეთებ დახმარება სხვადასხვა რეგიონებში. ეს იყო ხაშურის, ხა ბოლო რაც მახსოვს, ხაშურის რაიონი ქეფერი, ავადმყოფობის გამო, ჯანმრთელობის გამო ჰქონდა პრობლემები პატარა 11 წლის გოგოს და 260 ევროთი დავეხმარეთ. ასევე სხვადასხვა რეგიონებში ჩვენ ვაქტიურობთ სიკეთის ქალაქის ფონდთან ყოველთვიურად, თითქმის ყოველთვიურად 100 евро და 100 ლარი გვაქვს გადაგზავნილი. არსებობს ასეთი ფონდი სიკეთის ქალაქის, რომელსაც ხელმძღვანელობს ნანა შავაძე და აი ახაც მახსოვს რამოდენიმე და ჩამოვფლით თითქმის რომელ რეგიონებში გვაქვს გაკეთებული დახმარება. ზესტაფონის რაიონში ლუკა შამათავასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ანა და ლუკასთან, სოფელ მაკვანეთში გულო ცეცხლაძესთან, ოზურგეთის რაიონის საბა ჭანტურიძე, ჩოხატაურის რაიონი ბარბარე ბერიძეებთან, პაპუნა ქუთათელაძესთან და სხვა.
ასევე ამ ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ვნახეთ იყო ქალბატონი ლიკა სალაყაია, რომელსაც ჰქონდა გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეო და ჯანმრთელობის გამო პატარა ბიჭი, 11 წლის პატარა ბიჭი იწვა საავადმყოფოში, კახეთში მყოფის. მას ჯგუფმა გაუწია დახმარება და დავეხმარეთ 1000 ლარი. როდის დაარსდა თქვენი ფონდი, ჯგუფი, რა იყო მისი მიზანი, ვინ არიან თქვენი ჯგუფის წევრები და აი დღემდე საბერძნეთსა და საქართველოში რამდენ ბენეფიციარს გაუწიეთ დახმარება ან რა სახის, თქვენ როგორც ვიცით, რიანო მობილითაც ეხმარებით საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს. აი ამ დახმარებაზეც რო ისაუბროთ და რაღაცა რო შეაჯამოთ მთლიანობაში ჯგუფის დაარსებიდან დღემდე, რა სახის ქველმოქმედება გაწია თქვენმა ჯგუფმა? დიახ, 4 წელზე მეტია რა ჩვენი ფონდი არსებობს და ფონდში გაწევრიანებულია ჯგუფში 10,000-მდე ადამიანი. აქედან თითქმის 80% აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. საკმარისია მე დავდო პოსტი, საკმარისია პირადი ჩართვა გავაკეთო და ფონდი მაშინვე აქტიურობს. მოდის აქტიურობა, ეს არ არის პატარა თანხებთან დაკავშირებული, აი მე მოგახსენებთ რა თანხები იკრიფება ჩვენთან ფონდში, მით უმეტეს იმისა, რომ ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს, ჩვენი სახსრებით, ჩემი ემიგრანტების დახმარებით და ჩემი დახმარებით კეთდება ეს. მე პირადად მივდივარ კარ და კარ საავადმყოფოებში ჩემი მანქანით და მონახულებას ვაკეთებ ჩემს ემიგრანტებზე და ასევე მონახულებასთან ერთად ფონდის სახელით 100 ლარს გადავცემ ხოლმე, რომ რაღაც პატარა რაღაცაში წარადგეთ და მოიხმარონ ეს. ფონდს ასევე ყავს ადმინი, ყავს დანიშნული ადმინი, ქალბატონი თამარ ხიტირი, რომელიც საუკეთესო ადამიანია და გვერდში უდგას ჯგუფს და უამრავ ქველმოქმედებაში გვეხმარება. აქვე მინდა მე გამოვყო და ფონდის ის სიკეთეები და ის საქმეები თუ ვის ვეხმარებოდით პირადად და ვის დავეხმარებდით. რამოდენიმესა ყველას ჩამოთვა მე არ შემიძლია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს გვაქვს დახმარებული. გვაქვს ჩვენ YouTube-ი, სადაც არის ატვირთული ჩვენი საქმიანობა, ასევე ჩვენს გვერდზე ყველა საქმიანობა იტვირთება, ჩვენთან დაფარული არაფერია, ყველაფერი აღიარებული ხდება. და ჩანს ყველაფერი, მაგრამ აი რამოდენიმეს გამოყო 100 ლარის გარდა თუ ვის გაუწია ფონდმა დახმარება. ეს იყო ნანა შავაძე, რომელიც მოვინახულეთ საავადმყოფოში და საავადმყოფოს გარდა ესაჭიროებოდა თანხა და საქართველოში გადაყვანა და მას ფონდიდან ჩემი ემიგრანტებიდან 840 евро აუკრიფეთ. ასევე ჯანელი 40-ზე დღესაც ეტლში ახალგაზრდა გოგო ესაჭიროება, კიდევ ესაჭიროება ამ გოგოს დახმარება. ძალიან კარგი ადამიანია, ემიგრაციაში დაინვალიდდა, ოჯახში მუშაობით დაინვალიდდა და ამასაც აუკრიფეთ 720 евро. მარინა კვერნაძე, რომელიც გადავიყვანეთ საქართველოში, გადაყვანილი იქნა 300 ევროთი. დიანა არაბიძე, ახალგაზრდა გოგო, 14 წლის გოგოს 2000 евро აუკრიფეთ და გამოვაგზავნეთ საქართველოში. ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება ასეთი ქველმოქმედებების, მაგრამ უბრალოდ დროში ვერ ვეტევით და ზოგადად და ამ თანხას თვითონ ემიგრანტები, ანუ საკუთარი ხარჯებით გასცემენ, ანუ როცა ხდება, ვთქვათ, რომელიმე ოჯახის დახმარება, ან რომელიმე ადამიანის, ემიგრანტები რაღაც ფიქსირებულ, ვთქვათ, ევროს გაიღებენ ხოლმე მათ დასახმარებლად, თუ აი როგორ ხდება ეს ორგანიზების ნაწილი და აი ეს ქველმოქმედების ამბავი. კონკრეტულად მოგახსენებთ და გეტყვით ახლა რა ხდება. როდესაც დახმარება კეთდება, მე პირად ჩართვას ვაკეთებ ჯგუფში, პირადი ჩართვის გამო ზოგი მე მხვდება და მაძლევს თანხას, ზოგი კიდევ გეტყვით, აგერ მოგახსენებთ, გვიდგას 3 1. ერთი ყუთი დგას თეთრი ღამე რესტორანი არსებობს, მისი ხელმძღვანელი არის ქალბატონი ზია სირბილაძე, რომელიც უდიდეს საქმეს გვიკეთებს და რამოდენიმეჯერმე გაიხსნა ყუთი და ამოვიღეთ იქიდან 300 евро, 200 евро, 150 евро. ყოველი თვის ბოლოს თითქმის იხსნება და კეთდება ქველმოქმედება. ასევე ყუთი გვიდგას ბორჯომის ტურში, რომელსაც ხელმძღვანელობს და ყურადღებას აქცევს ბატონი დიმიტრი და ნინო, იქ მომუშავე პერსონალები. მადლობა მათ. ასევე ახლა ახალი დადგმული ყუთი მაქვს, ათენს ლაზერი, ესე აქ მისი პირადი გვერდი, ხელმძღვანელობს ნანა ქურიძე. ძალიან კარგი გოგოა, აკეთებს ლაზერულ ქველმოქმედებას, აქაც დგას ყუთი, ეს ყუთები იხსნება და ამის მიხედვით კეთდება მე ქველმოქმედება თუ რა თანხაა შემოსული. ამ ყუთში რეალიზებას და ორგანიზებას აკეთებს და მონაწილეობას ღებულობს, რა თქმა უნდა, გაფენის ემიგრანტები, ჩვენი ჯგუფის წევრები. როდესაც მე პირად ჩართვას ვაკეთებ,
პოსტს ვაკეთებ, იქიდან გებულობენ თუ ვის ვეხმარებით და ამის შემდეგ გროვდება ეს თანხა და ვაკეთებ. ასევე ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდ სიკეთეს ვიკეთებს მე, როდესაც დაჭირდა ჩვენს ემიგრანტებს საქართველოში გადაყვანა და ვერ ვახერხებდით ფაქტიურად საბერძნეთის რეამობილი სასწრაფო ძვირიჯდება და დიდ საბუთებს ითხოვდა და ვერ გადმოყვანათ საზღვარზე, მოვიძიე საქართველოში სასწრაფო დახმარება და ასეთ სასწრაფო დახმარება არსებობს სამცხე-ჯავახეთში, ტაომედი, რომელიც უწევს როგორც საქართველოში მუშაობს ეს ტაომედი და უწევს სამედიცინო დახმარებას ჩვენს ქართველებს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და აი ამ ტაომედთან ჩვენ თანამშრომლობთ, რომლის ექიმიც არის ძალიან კარგი ადამიანი ბატონი ლევან ბურჭულიძე, ექთანი ნინო ჭუმბურიძე და მარტინენკო მძღოლი. მადლობა მათ ამისთვის, მათ სამი ადამიანის სიცოცხლე გადაგვირჩინეს ჩვენ აი ამ დახმარებით, რიანო მობილის საშუალებით მოხდა საბერძნეთიდან საქართველოში ემიგრანტების გადმოყვანა, ჩამოდიან ეს ტაომედით, სასწრაფო დახმარება, ჩამოდის საბერძნეთში, როდესაც გამოვიძახეთ, როდესაც კი გამოვიძახეთ, უკვე ჩვენ სამჯერ გადავიყვანეთ. პირველი შემთხვევა იყო აგერ ჭობისხევში მცხოვრები თვარაძე ელენი, მეორე შემთხვევა იყო ციცინო ნარიმანიძე და მესამე ახლა სადღაც 2 თვის წინ გადავიყვანეთ 34 წლის დიანა ზესტაფონის რაიონში. მადლობა მათ, რომ შვიდობით, ყველაფერმა შვიდობით ჩაიარა, იყვნენ რთული პაციენტები და შვიდობით ჩამოიყვანეს საქართველოში. მადლობა ამ ტაომედიას. ასევე ჩვენ ეს ტაომედია, რამხელად დიდი შეღავათია, თითო პაციენტზე გვიკეთებს 1000 ლარიან ფასდაკლებას რო იტყვიან პაციენტზე გადაყვანისას 1000 ლარიან ფასდაკლებას ჩვენი ჯგუფის სახელით. და რა უმრავი სიკეთებაზე შემიძლია ვისაუბროთ, იქით რომ ექნება, რა თქმა უნდა. და თუ შეგვიძლია რაღაცა შევაჯამოთ და ვთქვათ, აი ჯგუფის დაარსებიდან დღემდე დაახლოებით რამდენ ბენეფიციარს გაუწიეთ, რამდენ მოქალაქეს გაუწიეთ დახმარება და საერთო ჯამში ვთქვათ, ეს თუ ფულადი დახმარება იყო თუ რა ტიპის, აი ესეც რო შევაჯამოთ და ვთქვათ და მე უკვე გამოწვევებზე გადავიდეთ. ჩვენი ფონდი განსაკუთრებით დიდ ყველაზე მეტ აქცენტს აკეთებს ემიგრანტებზე, რომლებიც უამრავი არიან აქ დასახმარებლები, მათ უდგავართ. ფაქტიურად რაოდენობას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ აი თანხას კი გეტყვით. ბორჯომში 8200 ლარი და ერთი წლის მანძილზე ჩვენი ემიგრანტებისგან 10050 ევროა გაკეთებული. ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, ეს მეორე დახმარება ახლა ჩემთვის ფაქტიურად. მე ოპერაცია გავიკეთე ერთ ფეხზე, მეორე ფეხზეც გასაკეთებელი მაქვს ოპერაცია და არ დამტოვეს. ამ გოგონებმა არ დამტოვეს, აი რა გითხრათ, ყურადღების გარეშე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრათ ალბათოდ მარინა სამსონიძეს, ამ ფონდის დამაარსებელს, რომელიც ჩვენ ყოველთვიურად გვიგზავნის 100 ევროს და 100 ლარს და ჩვენ ყიდულობთ საკვების მარაგს გაჭირვებული ბავშვებისათვის და მიგვაქვს მათთან ეს დახმარება. მოჩქარებლად და პატარა კლინიკა გვაქვს მანქანაში. არ ველოდებით არანაირ გართულებას გზაში. ემიგრანტების სახელით ძალიან დიდი მადლობა მოგიხადეთ ჩვენთაგან. ამ პროექტები ჩამოყვეთ და ერთმა უღარ დააჭირა ჩვენ ემიგრანტებს, მაგრამ ეს მეორე შემთხვევა, რასაც მე ვეშთები, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ეს ყველაფერი ვერ მოხერხდებოდა სათანადო ორგანიზების, მენეჯმენტის და მონდომების გარეშე. ვისთვისაც თქვენ კარგად მარინა არის ვაწმოსილი ამ. თქვენ მადლობა. რა გამოწვევები და სირთულეები გაქვთ ქველმოქმედების პროცესში და რაიმე კუთხით თუ გჭირდებათ ვინმეს მხარდაჭერა? რაც შეეხება სირთულეებს, ჩვენ ყველანაირ სირთულეებს დაძლევას ვახერხებთ. როგორც გითხარით, არის აქტიური ჯგუფი, დახმარება როდესაც ჭირდება ფულადი იქნება თუ სამედიცინო დახმარება იქნება, ჩვენ ყოველთვის გვერდში უდგავართ ჩვენს ემიგრანტებს და ვეხმარებით. გქონდა აი გაჭირებული ემიგრანტი, მართლა გაჭირებული ემიგრანტი, რომ მას საშუალება არ ჰქონდა ოჯახს რომ გადაგვიყვანა საქართველოში
და საავადმყოფოში უწევდით დახმარებას. 3 თვე იწვა საავადმყოფოში და მას დახმარება გაუწია ჩემმა ემიგრანტებმა. თითქმის 900 ევროზე მეტი დაეხარჯა ამ ქალბატონ 3 თვის მანძილზე. მე პირადად მივდიოდი შესაძლებლობის დაგვარად და უდეთი გვერდში ვეხმარებოდი და ასევე თითოეული ემიგრანტი ყოველდღე ერთი დღე არ გასულა რომ ჩვენს ემიგრანტს ეს ქალბატონი მიეტოვებინოს და ბევრი მქონდა ასეთი შემთხვევა რომ იყვნენ გამოწერილები ეს ქალბატონი გამოწერილი იყო და არ იყო საშუალება რომ გადაგვეყვანა საქართველოში ამ რეამობილით სასწრაფო დახმარებით და არ ჰქონდა იმის საშუალება რომ გამოგვეყვანა და სადმე ყოფილიყო და აი ამ ის გამო იგი 3 თვის მანძილზე იყო სამყოფოში და შემდეგ დაამთავრა ფატალურად. და აი აქედან გამომდინარე ჩემი თხოვნაა და ჩვენი სურვილი, ჩემი ჯგუფის რა თქმა უნდა თხოვნა, მივიდეს ეს ჩვენი თხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტრომდე და ჩვენ საერთო საქმრო გაითვალისწინოს, რომ გამოგვიყოს 2 ოთახი, სადაც დაიდგეს 4 საწოლი ან 6 საწოლი. მეტი ჩვენ არ გვესაჭიროება, რომ ასეთი ხალხი, როდესაც გამოცერილებია, გამოწერა ხდება და არა აქვს თავშესაფარი და არა აქვს გადასასვლელი და წასასვლელი და საქართველოშიც ვერ მოდიან, გამოყვანილი იქნას იქ და ჩაუტარდეთ მას სათანადო მკურნალობა, მიხედვა იმ დონეზე, თუ შეძლებენ შემდეგ გააგრძელონ მუშაობა, თუ შეძლებენ შემდეგ წამოვიდნენ საქართველოში. რეამობილთან დაკავშირებული თანხა უფრო ძვირიჯდება, ვიდრე ეს 2 ოთახის თავშესაფარი იმხელა თანხა არ დაჯდება. რომ დაგვეხმაროთ და დაფიქროთ გერჩი, ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი მოთხოვნა და ჩვენი იდეა. გასაგებია. ბორჯომში თუ ყავთ უკვე ოჯახი შერჩეული, ვისაც დაეხმარებით და ზოგადად აი რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ამ ეტაპზე ჩემო კარგო, მე არც ბორჯომს ვირჩევ და არც სხვა კუთხეს არ ვირჩევ დასახმარებლად. ამას ირჩევს ჩემი ჯგუფი, ემიგრანტების ჯგუფი, აქტიური წევრები, გამოთქვამენ სურვილს, რომ აი ქალბატონო მარინა ყავს თქვენ ესა და ძალიან გქონთ, მოდი დავეხმაროთ ამას. ამის შემდეგ მე ვაკეთებ პოსტებს, ვაკეთებ პირად ჩართვას და ვაკეთებ დახმარებას. ამ ეტაპზე არავინ არ აქვს ჯერჯერობით არავის გამოუქვია სურვილი, მხოლოდ და მხოლოდ არის ემიგრანტი, რომელსაც ჩვენ მე უპირატესობას ვანიჭებ ჩვენს ემიგრანტებს. ყავს ემიგრანტი, აქ პატარა გოგო, 1 წლის არის, რომელსაც ესაჭიროება დახმარება და გადის თერაპიებს მიტერას საავადმყოფოში, რომელიც არის ძალიან დიდახებთან დაკავშირებული. ამბავ ჩვენ ასე დავეხმარეთ 420 ევრო აუკრიფეთ, მაგრამ სხვაში წვეთია ეს თანხა იმასთან, აი საბერძნეთში ძალიან დიდახებთან არის დაკავშირებული ეს მკურნალობა. ეხლა თვის ბოლოს კიდევ გაიხსნება ეს ჩვენი 3-5 და რაც იქნება თანხა აკრეფილი ჩემი ემიგრანტების მიერ დავეხმარებით აი ამ ბავშვს. ეს არის ჩვენი გუნდელი საფრთხემოქმედო დახმარება და ჩემი ემიგრანტების პერიოდში თავ დაუზოგავად ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ემიგრანტებისთვის, რომ მე მათ გვერდში დავუდგე და მათი სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობა იყოს დაცული. ვისაუბრეთ თავშესაფარზე, როგორც ვთქვით, თავშესაფარზე, მომავალ გეგმებზე, ეს არის ჩემი მომავალი გეგმა და ასევე მომავალი გეგმა მაქვს, რომ ჩემი ფონდი არ არის რეგისტრირებული და უნდა დარეგისტრირდეს. აქვე მინდა მადლობა უთხრა ჩემს ჯგუფს, ემიგრანტებს, რომლებიც უამრავ სიკეთეს აკეთებენ და მთლიანად ჩვენი საქართველო ჩვენს ემიგრაციაზე არის დაფუძნებული, მიგრაციაზეა დაფუძნებული და ჯანმრთელობა მინდა უსურვო, ჯანმრთელ საქართველოში მინდა უსურვო ცხოვრება, სრულიად ჯანმრთელები მინდა დაუბრუნდეთ ჩემს საქართველოს, აყვავება და აღორძინება ქონებოდეთ. მათ ჩემს ემიგრანტებს თავიანთ აყვავებულ, გაწყინებულ საქართველოში ეცხოვროთ. მადლობა თქვენ ამისთვის, მადლობა ბორჯომის ტელევიზიას, მადლობა ჩართვისთვის და სიტყვისთვის. მადლობას გიხდით მეც ჩართვისთვის და იმ ქველმოქმედებისთვის, რასაც ემიგრანტების სახელით აკეთებთ ოჯახების დასახმარებლად. მაყურებელს შევახსენებ, კვირის ამბების სტუმარი იყო ჯგუფის ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს ხელმძღვანელი მარინა სამსონიძე. ასეთი იყო 25 აგვისტოს კვირის ამბები. მიმდინარე სიახლეებს თვალი ადევნეთ ტელეკომპანია ბორჯომის ვებგვერდზე, Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.